მოგესალმებით ძვირფასო ტელემაყურებლებო და ბედნიერ მშვიდობიან კვირას გისურვებთ. დღევანდელი ჩვენი გადაცემის სტუმარი გახლავთ ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ლავრის დიაკვანი გიორგი სიჭინა. მოგესალმებით. მოგესალმებით, მადლობას მოგახსენებთ მოწვევისათვის. მივესალმებით თქვენს მაყურებლებს. უღმესი მადლობა მობრძანებისთვის, როგორც ვიცი, დღეს თქვენი პირველი ეთერია, ძალიან მიხარია რომ სწორედ ჩვენი სტუმარი ბრძანდებით და ყველანი ჩვენი ბავშვობიდან მოვდივართ. როგორი ბავშვობა გქონდათ? რა გახსოვთ ყველაზე მეტად? რომელია ის პირველი შთაბეჭდილება, რომელიც ბავშვობაზე საუბრისას ამოგიტივდებათ ხოლმე მეხსიერებაში? მადლობას მოგახსენებთ კითხვისათვის. ძალიან საინტერესოდ ვითარდებოდა ჩემი ბავშვობა და ტრაგიკული სცენებიც იყო, ამავდროულად უფლის წყალობაც იყო ყველაზე დიდი. და გვერდში დგომა, რა თქმა უნდა. მე მინდა აღვნიშნო ჩემი დაბადების მდგომარეობა. ჩვენ ოჯახი ვართ აფხაზეთიდან. ამჟამად, როგორც ითქმის, იზოლებით გადაადგილებული პირები ვართ. ჩვენსავე ქვეყანაში. სამწუხაროდ, მაგრამ ღვთისწყალობით ყველაფერი კარგად იქნება და მალე დაალაგდება და ალბათ ისევ დაბრუნდებით აფხაზეთში. ესე იგი, როდესაც ჩემზე იყო დედაჩემი ორსულად, ალბატონი სალომე, დაიძაბა სიტუაცია აფხაზეთში და დაძაბულობიდან გამომდინარე მოგვიწია წასვლა ბათუმში. რადგან იქ ყავდა ნათესავები და მათთან წავედით, რომ ეს გადაგორებული იყო თქვა და დამშვიდებული იყო ეს ამბავი. და როდესაც წავედით ჩვენ ბათუმში და ჩემს მოუწია ეს შობიარობის ჟამი. დავიბადე ბათუმში. ცოტა ხანი იქ ვიცხოვრეთ, სანამ დამშვიდა აფხაზეთში ვითარება და როდესაც უკვე დამშვიდებული იყო, შემდგომში გადაწყვიტა მამაჩემა, ბატონმა გიამ, რომ წავსულიყავით ისევ ჩვენს სახლში, რადგან უკვე იყო გამოხმაურება იქნანაცო სიმშვიდეა და აღარ იქნება არც ომი და ზავი დადებული ასე ვთქვა. ეს მტაცობის პერიოდია საუბარი. სამ თავიდან ხო დაიწყო მე შეჩერდა. და როდესაც მივდიოდით ჩვენ პატარა ვიყავი, ავიბარგეთ, მოკლედ წავიღეთ ყველაფერი და მამაჩემა წაგვიყვანა. ეს თელი ოჯახი და როცა მივდივართ საზღვართან იყო ესეთი შემთხვევა, ზუსტად მე გადმოცემით ვიცი, არ ვიცი ეს ხა ჯარისკაცი იყო, მესაზღვრე იყო, ვინ იყო. ზუსტად ესე იგი მამაჩემს ეუბნებოდა რომ მე მაშინ პატარა ვიყავი ხო და თქვენო კარგითო თქვენი თავები გვესმის, მაგრამ ამ ბავშვს რას ერჩითო? ალბათ იცოდნენ კიდევაც რომ რაღაც ალბათ არ დასრულებულა ბოლომდე და ისევ იქნებოდა ეს შეტაკება. და ნუ მამაჩემ რა თქმა უნდა უთხრა ეს ჩემი სახლია და მივდივართ ბრუნდებით და ყველას იმედი ქონდა რომ არაფერიც არ მოხდებოდა. და წავედით აფხაზეთში და ამის შემდგომ უკვე როცა უკვე ეს ერთი კვირა იყო ზუსტად ეს რომ შემოსახდა ისევ ხალხი დაუბრუნდა სახლებს და ისევ დაიწყო ცხოვრება. უცებ დაიწყო ისევ ეს საშინელი ომი. და ამ დროს მე ვარ 1 წლის და წარმოიდგინეთ ძიმე მდგომარეობაა ძალიან. მამაჩემი და ბაბუაჩემი მაშინ ომობდნენ, ემსახურებოდნენ ჯარს ავტობუსებით და მონაწილეობდნენ კიდევაც და როცა დაიწყო ომი, ესე იგი დიდი ბოინგი იყო და ტევადობა იყო ბოინგის რაღაც გარკვეული რაოდენობა, მე მგონი 200 თუ 300 კაცი, ხო 200-მდე და ესე იგი ისეთ სიტუაცია იყო, რომ წარმოიდგინეთ, ეხა ადამიანები ყველა ოჯახებზე ზრუნავენ, დედები, მამები, შვილები და ყველას უნდა რომ გადარჩეს თავისთავად ცხადია და ეს ძალიან ესეთი მომენტია და მამაჩემა შეძლო რომ მე და დედაჩემი მივეყვანეთ ამ თვითმფრინავში, რაც ბოინგი და ასე ვთქვათ რაღაცნაირად შეგვსვა. და როცა ჩვენ შეგვსვა, თვითონ დაბრუნდა და რომ მაშინ ხო გაჩაღებული ომი იყო და დაბრუნდა ისევ ჯარისკაცებს ვიეჟდნენ ავტობუსში და დაბრუნდა ისევ საომარ აკადემიები სადაც იყო იქ და როცა მიდიოდა მამაჩემი გზაში, ესე იგი ეს ბოინგი აფეთქდა. და ამ დროს ეხლა მე უბრალოდ შვილი ვარ და მყავს შვილიც და ხვდები რა განცდა ექნებოდა მას. ესე იგი მე როგორც ვიცი გადმოცემით ეს იყო ცოტა მიჭირს რა თქმა უნდა ამ თემაზე ხა მე როცა გავხდი მშობელი და მამა მაშინ უკვე მივხვდი რას ნიშნავს მშობლის მიმართ და სიყვარული შვილის მიმართ და ესე იგი ეს ავტობუსი გაუჩერებია და გადმოვიდა მანქანიდან და ეს წარმოიდგინეთ მთელი ავტობუსი ჯარისკაცები წავსი და ანუ შოკში არიან ვერ ხვდებიან რა ხდება და დაუწყია ყვირილი და რაღაც შოკური მდგომარეობა ქონდა. მე რა თქმა უნდა და მას ეგონა რომ აი მე გავაკეთე ეს, მივიყვანე ჩემი ცოლიც და შვილიც და ჩემი ბრალია რომ ისინი აფეთქდნენ ასე ვთქვათ. და იდანაშაულებდა თავს და ამ მომენტში ახლა ზუსტად კიდევ არ ვიცი რა მოხდა კონკრეტულად, იმიტომ რომ მცირედ საერთოდ ზოგადად მამაჩემი ამ ომის ამბებს და
ესეთ რაღაც რაც ხდებოდა არ მიყვებოდა არასდროს თუ მისი მეგობრებისგან ან ჩვენ უახლოესი ნათესავებისგან თუ რამეს გავიგებდი რაღაც მცირეს. და ესეთი მდგომარეობა იყო და ამის შემდგომ როცა გაირკვა უკვე რომ ეს არ იყო ჩვენი ბოინგი, ნუ რა თქმა უნდა, სიმშვიდეს მიეცა და მე გაგრძელდა ის მოვლენები და ეს ძალიან ვრცელი თემაა და ახლა გადავალ უკვე აი ბათუმის მდგომარეობაზე, ჩვენ რო ბათუმში ჩავედით. მამა გიორგი, როგორ გაიგო ხომ არ იცით? ან როდის გაიგო? მაშინვე გაიგო, მაშინვე ვერ გაიგებდა, იმიტომ რომ ეს რომ მოხდა, როცა გადმოვიდა ამ ავტობუსიდან და რომ დაიწყო ყვირილი და ცუდად რო იყო, გადმოვიდნენ ეს ჯარისკაცები და ხალხი შეცვიდა, ანუ ვერ მიხვდნენ რა ხდებოდა. და ამ დროს აცრემლებული კაცი ესე იძახდა რომ ჩემი ცოლი და შვილიო მე თვითონვე სასაკლაოზე გაუშვიო ესეო რა და კიდევ ვერ ხვდებოდნენ რა ხდებოდა. და ნუ მე ახლა აუხსნა და ესე სიტუაცია იყო და მე იქ ხო ჯარისკაცები რადგან იყვნენ მათ ხო აქვთ ეხლა წვდომა კავშირი ექნებოდათ რაღაც და რაღაცნაირად გაიგეს. ოღონდ კონკრეტულად არ ვიცი როგორ გაიგეს, მაგრამ ის წყალობით გაიგო რომ ეს ჩვენ არ ვიყავით იმ ბოინგში, მაგრამ სამწუხაროა რა თქმა უნდა ვინც იქ იყო ის ბოინგიც რა თქმა უნდა, დიახ. დაიცვალენ. და ამის ძალიან ბევრი ჯარისკაცი გარდაიცვალა მაშინ. დიახ, და ნათელი მათსულებს ყველას ვინც მაშინ გარდაიცვალა და საერთოდაც აფხაზეთის ომში. მამა გიორგი, თქვენ წახვედით ბათუმში. დიახ, ბათუმში ჩავედით ჩვენ ძალიან ძიმე მდგომარეობა იყო, მაშინ მოგეხსენებათ რომ ყველა ადამიანი ცდილობდა სადმე ანათესავთან წასულიყო ან მეგობართან რომ მას თავი შეეფარებინა და ჩვენ დროებით რა თქმა უნდა ფიქრობდნენ. დროებით ყველა ასე ფიქრობდა და დღემდეც ასე ვფიქრობთ რომ ეს არის დროებითი და მალე დავბრუნდებით იცევ აფხაზეთში და დავიბრუნებთ ის წყალობით ლოცვა-კურთხევით ჩვენი უწმინდესის ლოცვით და ასე შემდეგ და მე მინდა აღვნიშნო რომ ბათუმში ჩვენ ნათესავებთან დავსახდით, შემდგომში გავიცანი მამა ნიკოლოზ გიგატაძე. ესეთი პიროვნება არის უსაყვარლესი მოძღვარია და მე მინდა პირდაპირ თქვა რომ მისი მიდგომა და მისი მდგომარეობა იყო ჩემ ცხოვრებაში შემცვლელი ყველაფრის რა. მისი ჯერ პირველ რიგში სულიერი მდგომარეობა და მიდგომა ხალხის მიმართ, მრევლის მიმართ და ოჯახის მიმართ. აი, წინვალი ადამიანია და მაგალითი არის ნამდვილად. და მან ბევრი რაღაცა შეცვალა ჩემ ცხოვრებაში და დამაფიქრა კიდევაც მისმა მიდგომებმა და ამ სულიერმა სიმაღლემ. ასე მინდა თქვა, თამამად ვიტყვი, რომ ძალიან ძლიერი პიროვნება არის. და ამის შემდგომ ჩვენ მამაოსთანაც მოგვიწია ცხოვრება და შემდგომში ისე მოხდა ღვთისწყალობით, რომ ჩვენ გადმოვედით თბილისში. ეს არის უკვე 99 წელი და აქ მოგეხსენებათ ცოტა რთული პირობები იყო. და ესეთი შემთხვევებიც იყო, რომ ბინის ყიდვაც კი რთული იყო. გარდა იმისა, რომ თანხაც ჰქონდა, იმიტომ რომ რადგან შენ ასე თქვა ტოლვილს რო გეძახდნენ, როგორც ტერმინი ეს ცოტა რაღაცა უხეშად ჟღერს. შეიძლება რომ რაღაც სხვა ტერმინს ვიხმაროთ, მაგრამ სამწუხაროდ ესე იყო, რომ ანუ გადაფორმებაზეც პრობლემა იყო. ანუ ნდობის ფაქტორი იყო აქ ძალიან ცუდ. და წარმოიდგინეთ, ესეც რომ არ ყოფილიყო, სხვაზეც ისეთი დრო იყო, ვერც ენდობოდი. ასე პირდაპირ ვთქვა, იმიტომ რომ შესაძლებელი იყო, რომ მას გადაუფორმებდი, მაგრამ ის მოგატყუებდა და ისევ დარჩებოდი ესე და ნაწყალებით მდგომარეობა და ამის შემდგომ დავიწყეთ უკვე თემქაზე, ნაქირავებში ცხოვრობდით და ნელ-ნელა ეტაპობრივად ჩემი მშობლების დამსახურებით, ნათესავების მეგობრების ბიძა, რომელიც მას გარდაცვლილია თენგისიჭნავა, ძალიან მიყვარდა ეგ ადამიანი და გვერდში მედგა სულ და მისი დამსახურებაც არის ჩვენ ცხოვრებაში ბევრი რაღაც და მე ძალიან ვაფასებ მის ამაკს და მინდა რომ რაღაც დონეზე მასაც დავემსგავსო რაღაც ასიათებშიც და ეს სიყვარულშიც და ბევრ რაღაც საკითხებში. შემდგომ უკვე დავიწყე 138 საჯარო სკოლაში სწავლა. მახსოვს ის პერიოდები გამიჭირდა რა თქმა უნდა, იმიტომ რომ როდესაც გადმოსული ხარ, წარმოიდგინეთ ასე ვთქვათ, სხვა ქალაქიდან, ხო? იქ რაღაცა არსებობს, ხო? მდგომარეობა იქ ამკვიდრია. სკოლას რო იცვლი, უბრალოდ მაშინაც კი ძალიან დიდ სირთულეს ეწოდა. მით უმეტეს ეს ომის პერიოდი, იცოდნენ რომ ეს იძულებით გადაადგილებული პირები ვიყავით, აქ ცხოვრობდით ნაქირავებში, ჩვენი არ გაგვაჩნდა არაფერი და ცოტა ეს ბარიერები იყო. მაგრამ მადლობას ვხდი უფალს, რა თქმა უნდა, აი უფლის გვერდში დგომას გრძნობდი ყოველთვის, აი ხო არის სიტუაციები, რომ აი თქვათ როცა მიდიხარ, ხო, რაღაცა ობსკურულია და გონია, რომ ამას გადახვალ და შეძლებ ამას. და ესეთი გზნობა მქონდა ყოველთვის, აი რაღაც შეგიძლია, აი ესეთი გზნობა მქონდა, აი ხიდი გაიქნება, ეხლა და გადავალ ამ ხიდზე. და ესეც იყო, აი ბავშვის მაგალითიც რომ მოვიყვანოთ, ეხლა ისეთ როგორი იმედი მქონდა, ეხლა პატარა ბავშვი რომ დასვა, თქვათ, რაღაც კარადაზე, ხო? ის ხო ვერაცნობიერებს რა მოხდება, მაგრამ მაინც შეხო გააქვს და აი ესეთი მდგომარეობა მქონდა მე, რა თქმა უნდა, გაბედულება და
მადლობა ღმერთს ამისათვის და მადლობა მინდა მოახსენო ჩვენ კლასის ხელმძღვანელს ელზა ჯაფარიძეს. ეს იყო ადამიანი, რომელიც გვერდში მედგა ყოველთვის და მე მას არ ვიცი როგორ გადავუხადო ეს მადლობა, ალბათ ცხოვრების ბოლომდე მადლიერი ვიქნები მისი და ესეთი ალბათ იყო სასწავლო ნაწილი კიდე ელენე გეჩაძე. ესე იგი, ამავდროულად იყო მკაცრიც, ამავდროულად მოსიყვარულეც. და ეს ორი ადამიანი იყო ჩემ ცხოვრებაში ის სტიმულატორი, რომელიც მე მაგზნობინებდა თავს იმ სკოლაში, რომ მე არ ვიყავი მარტო და არ ვიყავი, ასე ვთქვათ, გარიყოლი. სხვა ბავშვების, რა თქმა უნდა, მაგრამ მე ამავდროულად ბიძაჩემი რადგან სპორტსმენი იყო, შემიყვანეს სპორტზე და დავკავდი ფეხბურთით. დავიწყე სპორტული თამაში. მამა გიორგი, სანამ აი ამ თქვენთვის ძალიან სასიამოვნო საკითხზე გადავიდოდეთ და მოგონებაზე ფეხბურთთან დაკავშირებით, მაინტერესებს მამა როდის დაბრუნდა ომიდან? რამდენი ხნის შემდეგ თქვენ რო დაბრუნდით ბათუმში, აი მამა როდის შემოგიერთდა და ბაბუა თუ წამოვიდა, მაინტერესებს. ესე იგი, ჩვენ რო წამოვედით, მამაჩემი რო დაბრუნდა, ხო, ამ საომარ მდგომარეობაში, ბაბუაჩემთან ერთად, ბებიაჩემიც იყო და ბიძაჩემიც და ნათესავებიც. ბიძაჩემი სპორტსმენი გახლავთ, მაშინაც სოხუმის ცხუმში თამაშობდა და ფეხბურთს ჰქონდა სხვა გასვლა. მათ ყავდათ არ მახსოვს ტრენერი ვინ იყო და მაგათ შეუწყեց ხელი, როგორც ვიცი, მე მგონი აფხაზეთის საუბრობა იყო და ისინი ცალკე გაიყვანეს. მაგრამ ისეთ მდგომარეობა იყო ეს არეულობაში, ანუ ოჯახმა არ იცოდა სად იყო ბიძაჩემი. 3 თვე იყო დაკარგული და იცოდნენ რომ ეგონათ რომ გარდაიცვალა ალბათ და ვერ ყოველობდნენ. მაგრამ აი ეს ფაქტი, სვანეთის ფაქტი მინდა აღვნიშნო ახლა. ეგრე მოუწიათ მამაჩემს, ბებიაჩემს, ბაბუაჩემს მოუწიათ გარკვეული ხნის მერე სვანეთით გადმოსვლა და ჩემი ბიძაშვილი, მამაჩემის ბიძაშვილებიც იყვნენ იქ და ძალიან სამწუხარო ფაქტები და იყო ნამდვილად. ერთი ისტორია მახსენდება, ეს ჩემმა ბიძაშვილმა, მამაჩემის ბიძაშვილმა მოყვა, ამჟამად აქ არ ცხოვრობს საქართველოში, რომ ჩვენ რო გადმოვდიოდითო ისე გვიჭირდაო რომ აი ეს რო ეძახიან კასკას რო ეძახიან რა თავსახური რო არის მასე ვერმიშელს ხარშავდითო და მახსოვსო მამაჩემზე მეუნება რომ მამაშენმო ჩვენო პატარები ვიყავითო და თითო კოს ჭამდითო ხო და ანუ ჩვენ გვაძლევდაო რადგან პატარები ვიყავითო და თვითონ არიღებდნენო და მშივრები იყვნენ და ეძინათ კიდევაც ხო აი ცოტა რაღაცა ამ ისტორიებს რო ყვევი ძალიან მიჭირს იმიტომ რომ წარმოიდგინეთ ეს ხო რეალური მდგომარეობა ეს გაიარეს ჩვენო მშობლებმა და დღევანდელ ცხოვრებაში კიდევ გვიწევს ახალ სირთულეებთან შეჯახება და ეს გამოცდილება არის კი რა თქმა უნდა სამწუხარო მაგრამ მადლობა უფალს ყველაფრისათვის ღმერთი არავის არ ტოვებს რა თქმა უნდა ისე და გვაძლევს შანსს და ამ შანსს ვიყენებთ ჩვენ და მადლობას ვიხდი კიდევ და კიდევ და მამა გიორგი თქვენ აღნიშნეთ რომ თქვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო სპორტი ალბათ იმის გამოც რომ თქვათ ბიძა თქვენი იყო ფეხბურთელი, მისი მიბაძვით, ოჯახშიც ალბათ ძალიან დიდი ინტერესი იყო მისი თამაშების მიმართ, ალბათ დადიოდით კიდეც და თქვენ შეხვედით ფეხბურთზე. დღეს ფეხბურთი ძალიან აქტუალურია, კიდევ ერთხელ მინდა ჩემი დიდი პატივისცემა გამოვხატო ჩვენი ღირსეული ეროვნული ნაკრების მიმართ და თქვენ აი როგორი იყო თქვენი ბავშვობის ფეხბურთი მოდით ესე ვთქვათ და თქვენი ინტერესი თქვენ რა გამოძრავებდათ როგორ დადიოდით და რამდენად იყავით ჩართული შემდეგ უკვე სასკოლო ცხოვრებაშიც ამ ფონზე ახლა ესე იგი მე როდესაც ჩამოვედი თბილისში ესე მოხდა რომ შემიყვანეს მიხეილ მესხის სკოლა იყო ავაზა ესეთი განთქმული სკოლა იყო და მან დავიწყე უკვე ეს პროფესიული ვარჯიში. შემდგომში განვითარდა ჩემი მდგომარეობა ისე რომ მე სულ ბაძავდი ბიძას და მინდოდა რომ აი ბიძისნაირი ფეხბურთელი გამოსულიყავი, რადგან ის თამაშობდა ნაკრებში სამავდროულად საქართველოს გარეთაც და იყო ჩემი ეტალონი ასე ვთქვათ და ბაძავდი მას ყველაფერში და მინდოდა ეგეთ ფეხბურთელი გამოსულიყავი. და დავიწყე უკვე ეს პროფესიული კარიერა ავაზიდან. შემდგომში შევიცვალე ბევრი გუნდები, მაგრამ რომელი ეს ერთ-ერთი გუნდი იყო გაგრა, ესეთი გაგრა იყო ესეთი გუნდი და მანდ მომიწია ხანგრძლივი პერიოდი თამაში და ამ დროს როცა თამაშობდით მოგეხსენებათ სწავლის მოსწავლე ვიყავი და აქ საჭიროა რა თქმა უნდა სკოლაში სიარული მაგრამ კიდევ მინდა აღვნიშნო მადლობას მოახსენე კიდე ჩემს კლასის დამრიგებელს ელენე ჯაფარიძეს რომელმაც მე ძალიან მაგრად შემიწყო ხელი ამ ყველაფერში და ესე იგი კი რა სამწუხაროა რასაც ვიტყვი ახლა რა თქმა უნდა არ მიწევდა ახლა მე იმ განკვეული დროით ყოფნა იქ სკოლაში როგორც სწავლობდნენ ჩემი კლასელები და მქონდა მაგრამ
ფედერაციასთან შეთანხმებით საბუთი იყო წარდგენილი, რომ მე ჭირდებოდი და საქართველოს სახელს ვასახელებდი საქართველოს და საჭირო ვიყავი და მოდროულად ესე მიწევდა უფრო სპორტული რეჟიმით ვიყავი დაკავებული ვიდრე სკოლაში. მაგრამ და ესეთი გომარება მქონდა და ამის შემდგომ გაგრამაც დიდი გამოცდილება მომცა ფეხბურთიდან. ესე იგი ჩემი ცხოვრება ასოცირდება სულ ასეთ მდგომარეობაში, რომ ეს გაგრა მაინც დასავლეთი აფხაზეთიდან ვარ და ძალიან მიხაროდა ეს ყველაფერი და როდესაც სპორტით ვიყავი დაკავებული, ამავდროულად ეკლესიაშიც ხშირად დავდიოდი ძალიან. მოგეხსენება სპორტულ როცა უკვე პროფესიულ სპორტს თამაშობ, სპორტსმენი ხარ და უკვე კარიერაზე ფიქრობ, ძალიან რთული არის ტაძარში სიარული იმ მხრივ, რომ ეს თამაშები როცა არის, მაინც ემთხვევა შაბათ-კვირას. ამოვარდნილი ხარ ისედაც, ამოვარდნილი ხარ, როდესაც არის მთავარი. ჩვენთვის ხო, როდესაც დავესწროთ შაბათის ახურებას და კვირას წირვასაც არის ჩვენთვის შემოადგენელი მთავარი ნაწილი და ამში ცოტა მიჭირდა. მაგრამ ამავდროულად როცა მქონდა, თქვა, შესვენებები, მიყვარდა მონასტერში სიარული. და მონასტერში დავდიოდი. ცხოვრობდი ხოლმე, თქვა, ერთი კვირით 10 დღით, როცა მქონდა დრო, სულ მივდიოდი მონასტერში და ისე მახარებდა, ისეთი სულიერი სიმშვიდე იყო. მამებთან საუბარი, ეს სპორტსმენი რო ხარ, რო არიცი, ბევრი რაღაც, ყველაფერი გაინტერესებს. აბა მამაო ესე რატო ხდება, ისე რატო ხდება, მე რომ მასაქმებდნენ მიხარო და მადლობელი ვარ, რა თქმა უნდა, მამების ესეთი სწავლებები იყო ჩემს მიმართ. ბევრ მონასტერში დავდიოდი, მაინტერესებდა სხვადასხვა გარემოში რა ხდება. და სულ ესეთი ბავშვი ვიყავი და სტიმული იყო ჩემთვის, რომ აი მეუნებოდნენ, აბა კარგი ფეხბურთელი რო გახდები, გვასახელე, ჩვენს გაგვიხსენე და ეს ჩემთვის რა თქმა უნდა ბევრს ნიშნავდა. ერთი მონასტერი რო დაგვისახელოთ, ვთქვათ, სადაც უფრო ხანძრული დროით. დიახ, ესე იგი ქარელშიც დავდიოდი, მე ყინწვიში დავდიოდი. დიახ. და მაგრამ მე დავდიოდი კიდევ ყაზბეგში აჩხოტის მონასტერი. მანდრია იყო წინამძღვარი, მახსოვს და მე გავოცდი იქაური მდგომარეობით და ძალიან ბევრი რაღაც ამოვიღე მონასტრიდან და ძალიან დავფიქრდი მე იქ. იმიტომ რომ იქ ძალიან დიდი რაღაცები ვნახე მე, ჯერ სულიერ სიმაღლე ვნახე და მიდგომა ვნახე ყველაფრის მიმართ. კარგი და მადლობას მოახსენებ მამა ანდრიას, ეხლა არც შეიძლება არც ვეხსოვნო და იმიტომ რომ დიდი ხნის წინ დავდიოდი და მე მადლობელი ვარ იქაური გარემოთი, სიმშვიდით, სიყვარულით, მოყვასისადმი სიყვარულით პირველ რიგში და აი ამ თავისი ღვაწლით და იქ რასაც შრომობდი და მადლობას მოვახსენებ მათ. სპორტსმენის ცხოვრება მაინც უფრო ემოციურია, ასე რომ ვთქვათ. აი ეს თუ გეხმარებოდათ მონასტერში სიარული, სულიერი წონასწორობის შენარჩუნებაში და აი ამ ღელვისგან გათავისუფლებაში, ემოციებთან გამკლავებაში, ასე რომ ვთქვათ. დიახ, რა თქმა უნდა, თქვენ სწორედ აღნიშნეთ ეს. მე გამომჩა და თქვენ აი შეავსეთ ეს. რა თქმა უნდა, ესე იყო, იმიტომ რომ სპორტი არის თან მით უმეტეს ფეხბურთი ემოციური სპორტი არის. დიახ. აქ იწევს ბრძოლა. და ის არის რომ იწევს მეორე გუნდის მიმართ ბრძოლა რომ გაიმარჯვო. და აქ მოსალოდნელია ყველაფერი. შეტაკება, კამათი, ტრავმებიც არის ძალიან ხშირი და ამისგან, როდესაც მივდიოდი მონასტერში ნამდვილად აღნიშნეთ რომ აი ვიცლებოდი და მიხაროდა და სიმშვიდეს განვიცდიდი და არ ვიყავი დაძაბული. როდესაც თამაშის წინა დღე იყო, რა თქმა უნდა, დაძაბული ხარ, мотиваცია გაქვს, რომ იხოლნა გაიმარჯვო. იქ რაღაც შეიძლება მოხდეს შეტაკება, რაღაცა ჭუბი, კამათი და ამ ყველაფრისგან კარგად აღნიშნეთ და მადლობას მოგახსენეთ, რომ ეს შემივსეთ ეს მდგომარეობა და ნახდათ ეს იყო გამოპირობებელი ჩემი მონასტერში მისვლისას და რა თქმა უნდა უფლის განგებით იყო ეს ყველაფერი, რომ მე ალბათ უნდა შემეჩვია, ნელ-ნელა უნდა შევჩვეულიყავი სასულიერო ცხოვრებას და მონასტრულ გარემოსაც. როგორც მივხვდი, ფეხბურთელობა გინდოდათ რომ სპორტს წაყოლოდით. აი, როგორ მოხდა თქვენი ეს ცვლილება, რამ განაპირობა შემდეგ, თქვათ, სპორტზე უარის თქმა მომაო და როგორ მიხვედით ტაძართან? ესე იგი, ძალიან საინტერესოდ ვითარდება ჩემი მდგომარეობა. მონასტერშიც რომ ვიყავი, ერთ-ერთი ბერი იყო, არ მახსოვს ზუსტად სახელი, სადრევი ძახი. დავდიოდი მითხრა რომ არ არისო შენი ჯვარიო ეს სპორტიო. ასე პირდაპირ მითხრა, მაგრამ მაშინაც გაუნაწყედი. იმიტომ რომ კარგად თამაშობდი, შედეგი მქონდა, ასე თუ ისე ვაკმაყოფილებდი ან ტრენერის იმ დავალებებსაც და გუნდშიც კარგად ვიყავი და მქონდა რაღაც იმედები, რომ სამომავლოდ რაღაცა გამომივიდოდა. მაგრამ იმის შემდგომ კიდე იყო ესეთი შემთხვევა, მე მინდა გავიხსენო, საპატრიარქოში იყო ესეთი დედა მონაზონი ვარვარა. დიახ. და მაშინ, როდესაც დედა ჩემი მანდ მუშაობდა საპატრიარქოში, მიმიყვანა დედაოსთან და თქო რომ დაველოცე.
რადგან ამ დროს უკვე ისეთი სიტუაცია მქონდა, რომ უნდა წავსულიყავი უკვე საქართველოს გარეთ სათამაშოდ. დიახ. და ეს უკვე ყველაფერი ქონდა გამზადებული საბუთებიც და ვაპირებდი წასვლას, რაღაც თვეების ამბავი იყო. და დედაჩემი რადგან საპატრიარქოში მუშაობდა, მიმიყვანა დედაოსთან. რა თქმა უნდა, მოგეხსენებათ უწმინდესი, რა თქმა უნდა, უწმინდესი იქნებოდა ყველაზე კარგი და მისასვლელი და დასალ, მაგრამ მოგეხსენება, რომ რთული სიტუაცია იყო და მოახერხეთ სამწუხაროდ, რა თქმა უნდა და დედაოსთან მივედით და დედაოსთან როცა მივედით, დედა უმითხრა, რომ შენზე რო ლოცულობ, ხედავ, რომ რაღაც ფეხზე შეგემთხვევა. და ამან ჩემზე ისე იმოქმედა, რომ ძალიან გავბრაზდი. და ფიქრობდი, რომ ერთი სული მაქვს, როცა გამოვალ აქედან. რომ გამოვედი, ასე ვთქვათ, დედა ჩემს უთხარი, რომ პირიქით, მეთქი დედა, რომ აი ესეთი გზაზე ვარ, უკვე წავალ, არ ვიქნები თქვენთან ერთად, ხანგრძლივი პერიოდი შეიძლება არ ვიყო საქართველოში და მომიწევს გალაგარეთ, ქვეყნის გარეთ თამაში. დედამ ასეთ რაღაც მითხრა დალოცვით გამომდინარე, აი რომ ველოდი რომ დალოცვას წარმატებების, დედამ ასე მითხრა. და ამის შემდგომ გაბრაზებული გამოვედი და ვერ ვიაზრებდი იმ მომენტამდე, სანამ შემემთხვევა და რა შემემთხვევა. ცოტა ხნის შემდგომ მქონდა თამაში ტყიბულში. გაგრავე თამაშებოდი ტყიბულს. მეორე ტაიმი დაიწყო და სადღაც 5-10 წუთი არ იყო გასული და მომტეხეს ფეხი. და ამ დროს აი ძალიან რთულად ვიხსენებ მაგ მომენტსაც. მაგრამ ამავდროულად სიხარულითაც, იმიტომ რომ ეს რო არ მოხდარიყო, მე დღეს არ ვიქნებოდი სასულიერო პირი. დავიწყე ტირილი. რა გაგახსენდათ პირველი, მამაო, გაგახსენდათ დედაო რო არა სიტყვა. სიმართლე გითხრათ, დედაო არ გამხსენებია. პირველი გამახსენდა ჩემი მომავალი გუნდი და სადაც უნდა წავსულიყავი. და ეს ყველაფერი რო აღარ გამოვიდოდა. და ამის აქედან გამომდინარე დავიწყე ტირილი. წამოვიდა ცრემლები და რა თქმა უნდა მომშვიდებდნენ, რომ ყველაფერი გამოვა. დიახ. ყველაფერი შეიცვლება, ტრავმაც შეხორცება და გააგრძელებს სპორტულ მოღვაწეობას. მაგრამ ამის მერე, რა თქმა უნდა, მერე უკვე როცა ეს ემოციური ფონი როცა გადავიდა, მერე დავფიქრდი და გამახსენდა დედაოც. პირველად ვერი გამახსენდა, რომელმაც მითხრა და მერე დედაოც გამახსენდა და ამის შემდგომ უკვე იწყება ჩემი გზა აზრისკენ და ამ დროს კიდევ ერთი პიროვნება არის კიდე რატი ძიზიგური. დიახ. დედაჩემი ძმა, რომელიც ძალიან მიყვარს და მაგ ადამიანისგან ძალიან ბევრი ვისწავლე და ისიც იყო ერთ-ერთი ჩემი მიყვანი ამ ტაძარში, იმიტომ რომ ადრე იყო უწმინდესი დაუნტარესი სილია მეორის სტიქაროსანი. სახურობდა, დამთავრებული აქვს სემინარი, აკადემია და სახურობდა და როცა ის სპორტული აქტივობები არ იყო დასვენება, სულ დავყვებოდი ხოლმე დამატარებდა და მახსოვს პატარა რო ვიყავი, როცა გავივლიდი სემინარიაში რაღაცები ევარა ხოლმე ბიძაჩემს, მოგეხსენებს სტიქაროსანს ავალია რაღაცეები და როცა გავივლიდი ბიძაჩემთან ერთად, ესე შევხედავდი შენობას და აი რაღაცეეთ ვეუნებოდი, ეს არ ვიცი რა იყო მაშინ და რატო მართლა აი მახსოვს გულწრფელად, რომ ნეტა რა ბედნიერება მეთქი აქ ვინ სწავლობს მეთქი, იმიტომ რომ მაშინ იმდენად დიდი იყო ეს მდგომარეობა და იმდენად მშვიდი იყო ეს გარემოც და ეს შეხედულებაც მართლა ესე იყო ჩემთვის და ბიძაჩემას დიდი როლი ითამაშა. რატის ვეუბნო რატიმ და მადლობას უხდი მას და მინდა მას კიდევ და კიდევ დიდი მადლობა გადაუხადა იმისათვის, რომ მან ბევრი რაღაც გააკეთა ჩემს ცხოვრებაში. მან მე დამაკავშირა სასულიერო პირებსაც, ტაძარშიც მე მიყვანა, მის წყალობით მოხერხდა სიქარიც, ჩავიცვი, ჩამაცვეს და დავიწყე მსახურება. და მე ღვთის წყალობით ესე მოხდა, რომ შემხვდა ჩემი მოძღვარი უფალმა შევახვედრა, ეს არის არქიმანდრიტი შიოლომიძე და მან უკვე შეცვალა ჩემი ცხოვრება. მასაც ძალიან დიდ მადლობას მოვხდი, რადგან მისი დარიგებები, სულიერი რჩევები იყო ჩემთვის ცხოვრების გადამწყვეტი ფაქტიურად. მისი დარიგებები დროთადრო რო გადის, მახსენდება და ეს არის სწორი გზა და ეს არის სიყვარული მოძღვრის შვილის მიმართ. თქვენი ოჯახი რამდენად დიდ როლს ასრულებს თქვენს ცხოვრებაში, რამდენად გაღარებულები იყვნენ ისინი, როდესაც თქვენ სასულიერო ცხოვრებას დაადგეთ, სასულიერო პირობის გადაწყვეტილება მიიღეთ და ასევე მაინტერესებს თქვენი მეუღლის და თქვენი შვილის განწყობა დღევანდელიც და როგორი მამა ხართ რაც მთავარია. დიახ. როგორი შვილი ხართ და როგორი მამა ხართ. დიახ. ჩემი მშობლებისგან იყო ძალიან დიდი როლი ჩემს ცხოვრებაში.
მათმა განვლილმა გზამ მე მაჩვენა ამ ცხოვრებაში, რომ ჩვენი უფალი იესო ქრისტეს გარეშე არაფერი არ არის შესაძლებელი. და უფლის დიდი წყალობა იყო ის, რომ ჩვენ არაფრიდან მოვედით რაღაცაში. არსობაში, ხო? და მათმა წვალებამ, შრომამ და ამაგმა მე დამანახა ის, რომ უნდა ვიშრომოთ, მადლობლები ვიყოთ ყოველი დღისათვის და მადლობდეთ უფალს და უფლის ადებლად გვეცხოვროს. რა თქმა უნდა, ჩემი მშობლები, დედაც და მამაც არიან მართლმადიდებელი ქრისტიანები და მაზიარებლები, ყავთ მოძღვრები, აქტიურად დადიან ტაძარში და ხელს მიწყობენ. ეს ჩემი გადაწყვეტილება იყო, რა თქმა უნდა, ძალიან საპასუხისმგებლო და ამავდროულად ძალიან რთული. თქვენ აღნიშნეთ სწორედ, რომ ეს არის ძალიან რთული გზა. სპორტიდან, როდესაც მე გადმოვედი, თქვათ, სულიერ ცხოვრებაში და ამ ასპარესზე, ეს იყო ჩემთვის ძალიან რთული. სპორტსმენი როცა ხარ, გაქვს უამრავი დიდი საშუალებები და დიდი თავისუფლება. მაგრამ აქ ყველაფერი იცვლება. აქ შენ სიტყვას ყოველთვის მოსდევს პასუხი. და ყოველთვის გიყურებს სხვა ადამიანი და ორმაგად და სამაგად გაკვირდება. იმიტომ რომ შენი მოქმედება არის იმ ადამიანისთვის ცხოვრების შემცვლელი. და რა თქმა უნდა, ვინც მართლმადიდებელია და ვინც დადის ტაძარში და ვისაც აქვს სურვილი რომ სასულიერო პირს მოусმინოს. და ეს არის ძალიან საპასუხისმგებლო და მე მინდა აღვნიშნო და მადლობა გადაუხადო ეს უწმინდესი და უნტარესი ჩვენი ლია მეორის ლოცვა-კურთხევით იყო ჩემი ხელდასხმა. მეუფე შიოს მინდა მადლობა გადაუხადო, მეუფე თეოდორეს, მეუფე ანდრიას, მეუფე იოანეს და მამა მიქაელ ბოტკოველს, რადგან მათმა მე დიდი შანსი მომცეს. და ძალიან მადლობელი ვარ მათი, მე თითოეულ მათთაგანის, იმიტომ რომ ნახდათ ესე იყო, იმიტომ რომ მე თხოვე კიდევაც რომ შანსი მოიცათ ჩემთვის და ეს შევეცდები ყველანაირად, ეს რა თქმა უნდა, ამ ცხოვრებაში ძალიან რთული გზები არის. და ეს გზები რაღაც ღმერთი არ გვაძლევს ისე ჩვენს, რომელსაც ჩვენ ვერ ვიტვირთავთ და მადლობას ვუხდი კიდევ და კიდევ, რომელსაც მომცეს ეს დიდი შანსი, შესაძლებლობა და შევეცდები ყველანაირად რომ გავამართლო და ვიყო სამაგალითო სასულიერო პირი და ამავდროულად კიდევ მინდა აღვნიშნო ჩემ მეუღლეზე. ჩემი მეუღლე არის დასავლეთიდან, ნინო ალანია, ფოთიდან არის. მინდა ვთქვა, რომ ჩემი მეუღლე არის ყველაზე დიდი მეგობარი ჩემ ცხოვრებაში. ჩემი მეუღლე არის ჩემი მარჯვენა, ასე ვთქვა და მადლობას ვუხდი იმ გვერდში დგომისათვის, როგორც გვერდში მიდგას ამ რთულ პირობებში, რაც დღეს ვითარდება, დღეს მოგეხსენებათ, არის სასულიერო პირების მიმართ სხვანაირი განწყობა. და ჩემ მეუღლესაც ქონია ესეთი შემთხვევები მას სკოლაშიც, რომ წარმოიდგინეთ მშობლები იძახდნენ, რომ არ გიჭირთო, რომ სასულიერო პირის ცოლი გახდითო და ესე აღნიშნეს, რომ როგორ მიეცით უფლებაო. და აი წარმოიდგინეთ ჩემი მეუღლის სულიერი სიმხნევე და სულიერი სიდიდე იმაში მდგომარეობს კიდევ რომ ის არის ოჯახის ერთგული, მოსიყვარულე დედა, მოსიყვარულე მეუღლე. და მე და ალექსანდრე არის მოგეხსენებათ ჩემი შვილი არის, სიჭინავა 9 წლის არის და ჩვენ ცხოვრებაში ნინო არის ყველაფერი შემადგენელი ნაწილი. ნინოს გარეშე ალბათ საყოფით ცხოვრებაში ჩვენ ბევრ რაღაცას კი არა ვერ შევძლებდით ვერაფერს. გვერდში მიდგას ძალიან მადლობელი ვარ მისი და ვამაყობ და მადლობას ვუხდი უფალს, რომ შემახვედრა ეს ადამიანი, ბრწყინვალე ოჯახი ყავს, მორწმუნეები არიან, მართლმადიდებლები და ისინი ძალიან გვეხმარებიან. გვერდში გვიდგანა. მამა გიორგი, თქვენი შვილი უკვე საკმაოდ დიდია და ხომ არ დაკავთ თქვათ სპორტზე, თუ არის დაინტერესებული? აი რა ინტერესები აქვს ალექსანდრეს და რამდენად ხართ ჩართული მის ცხოვრებაში? როგორი მამა ხართ? თუ დადიხართ სკოლაში კრებებზე ვთქვათ და ასე შემდეგ. ჩემი შვილი ესე როგორც ჩვენ სპორტული ოჯახიდან მოვდივართ, ასე რომ ჩვენი გვარია ესე არის და რა თქმა უნდა შევიყვანეთ ფეხბურთზე. მაგრამ აღმოჩნდა ისე რომ ჩემ შვილს სპორტი არ მოსწონს და მას აქ განხრები უფრო მათემატიკური ნიჭი აქვს და სწავლის კუთხით არის და როცა მე თვითონ რადგან სპორტსმენი ვიყავი, ვატყობ უკვე ბავშვის ინტერესს. ბავშვი როცა არ უნდა სპორტი ძალით მას ვერ დააძალებ და რაც გამოსდის, მირჩევნია რომ იმ სფეროში მიყვეთ და ჯერ მოგეხსენება დიაკონი გახლავართ და ისეთი დატვირთული გრაფიკი მე არ მაქვს, რომ თქვათ ვერ შევძლო შვილთან ყოფნა და მეუღლესთან ერთად ყოფნა. და კი, ამჟამად ვახერხებ, კრებაზეც ყოფილვარ სკოლაში და აქტიურად ვარ ჩართული, რა თქმა უნდა, ჩემი შვილის ცხოვრებაში
დავდივართ რაღაც სპორტული ვაკავებ მაინც სპორტული დაკავებული არ მასთან ერთად ბურთიც მითამაშია და ერთად ვატარებთ ბევრ დროს და ვცდილობ კიდევ აი თავიდანვე მინდა აღვნიშნო რომ სასულიერო პირის ცხოვრებაში არის ძალიან მთავარი რომ ოჯახთან იყოს ერთობა და ესაც არ შეწყდეს და ვცდილობ რომ აი კვირაში ერთხელ მაინც რაღაც რომ ეს ოჯახური გასვლები გქონდეს. დიახ. ქალაქგარეთ გავიდეთ, თქვათ, მოვილოცოთ ეკლესია, მონასტრები, ბუნებაში გავიდეთ და ეს ესე იგი გვაახლოვებს ერთმანეთთან და უფრო გკრავს, ასე ვფიქრობ და ეხლა რადგან ამ ეტაპზე დიაკონი გახლავართ, კიდევ აღნიშნა მაქვს, რომ და როდესაც ღვთისწყალობით თუ მიიღირსა მე ეს დიდი პატივი მღვდლობის შემდგომში არ ვიცი, წინასწარ ვერ ვიტყვი რა განიგი იქნება და მე დამავიწყდა და ბოდიშს მოვიხდი. მე მინდა კიდე გადაუხადო მეუფე გრიგოლ კაციას, ვინც ხელი დამასხა. დიახ. და ესეც იყო, იცით როგორ აფხაზეთის გახსენება და რატომ? მოგეხსენებათ ბიჭვითის ტაძარი არის აფხაზეთში და წალკაში რო ვიყავი, იგივე ანალოგის ტაძარი არის წალკაშიც. დიახ. და იმ ტაძარში მოხდა ჩემი ხელდასხმა. და ესეც იყო ჩემთვის ემოციური ფონიც და ვფიქრობ, რომ ისე არაფერი არ მომხდარა. რა თქმა უნდა. თქმა უნდა და უფლისადიდებლად მინდა ვიცხოვრო მეც და ჩემო ოჯახმაც. რამდენად შეუძლებ ამას უკვე ვაჩვენებს დრო. უღრმესი მადლობა ასეთი საინტერესო საუბრისთვის. ჩვენთან მობრძანებისთვის, ჩვენს მაყურებელს კი კიდევ ერთხელ შევახსენებ, რომ ჩვენთან სტუმრად იმყოფებოდა ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძრის დიაკვანი გიორგი სიჭინავა. უღრმესი მადლობა. მადლობას მოგახსენებ თქვენ მოწვევისათვის და წარმატებებს გისურვებთ. გმადლობთ თქვენც ასევე. ჩვენ დღეს ამით გემშვიდობებით. დასასრულს კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ გადაცემის ამბები ღმერთსა და ადამიანებზე ხილვა შეგიძლიათ ყოველ კვირას 22 საათზე საპატრიარქოს ტელევიზია ერთსულოვნების ეთერში.